რამას მაქედან ვერ დაეშვები? ბიჭო. დარწმუნებული ხარ? ცოტა როგორ გესმის? კი, მესმის. თვერზე ვარ, თვემზადებით 10 წუთი გვინდა. არგი გასაგებია მზად ვარ მე. მე მახსოვს თავიდან სად გაჩნდა ეგ იდეა, რომ აი ხო არ დავეშვათ იქიდან თქო რა. საერთოდ ანუ სულ პირველად მთაში ვიყავ ზუსტად თიკანაძის წვერვალზე რა. ნოლი გამოცდილებით უცებ მითხრეს რომ წავა მთაში ხო არ გინდა და კი მეთქი მინდა. წავედით იქ მატარის წვიმაში, სეტყვაში, თოვლში ყველაფერი გავიარეთ და ბოლოს ავედით ამ წვერვალზე და აი მაგ დროს მე მგონი უკვე ჩამიჯდა ეგ იდეა. ეგ არის ავადმყოფობა არის ეგა, რომ ყველა ბილიქს ისე უყურებ აი აქ. კი, ნეტა მქონოდა. ნეტა აქ დავეშვებოდი. ხო, მაგის მერე უკვე ჩდება ესეთი იდეა. არ მეგონა ეს დღე თუ დადგებოდა, მაგრამ თიკანაძეზე ვართ. მე და რამას. ცოტა ხანში დავიწყებთ დაშვებას. Scouting. რამასი. ვა. ველოსიპედის გარეშე არასწორებს. ვინც ახალბედა ალპინისტები არიან, სულ მან დაყავთ ხოლმე გამოცდილ ალპინისტებს, რომ აი მიეჩვიონ ამ დახრებს და ექსპოუჟერი რაც აქვს ამთან და საკმაოდ ლამაზი არის იქიდან ხედებიც და ყველაფერი. მე ძალიან სიამოვნებს თიკანაძეზე ყოველჯერზე როდესაც მივდივარ, არც რთულია, არც მარტივი ფეხით როცა მიდიხარ, მაგრამ ცოტა არ იყოს და ცოტა არ იყოს არა. მხოლოდ რთულია. არც არავის მე მგონი არც უფიქრია მაქედან დაშვებაზე თავის დროზე. არც ამის მერე არ იფიქრებენ ალბათ. ალბათ. ეგ სიგიჟეში გადადის რა. ეხლა დავფიქრდით, რომ ანუ მომენტ 2 დღეში გამოგდის სადღაც 2800 ვერტიკალი და ავედით უნაგირზე და გამოჩნდა ის ლაინები, რომლის მეშვეობითაც გვინდა რომ დავუშვით. ერთი არის კლასიკური. აი ამ სივიწროვეზე ვიძახით რა. ეს მაგრა გაგვიფუჭებს საქმეს. ძალიან ცოტა დაგვრჩა მწვერვალამდე, რამდენიმე ნაბიჯი არის. ძალიან ლამაზია, მიდი დაგვემთხვა ღრუბლებს ზევით ვართ და ძალიან ასწორებს. აქ კიდე რაღაც ვარიანტები დაიჭდა, აი ეს არის. მაგრამ მოკლე გამოდის და ყველაზე კარგი მონაკვეთებს მაზავს და ავეით უკვე. ის გახსოვს თვითონ კულუარი. ძალიან კარგად მახსოვს მანქიდან ჩამოსვლა. მე იქ ძალიან ვინერვიულე. შენ რო გაიჭერეთ. მე ძალიან ვინერვიულე, ვაფშე არაფერი არ მესმა და ეს ნაშალი ქვები ხომ მოდის რა. და ეგ გაქმართ ყურებში სხვა არაფერი არის. პავლოვი რო იდგა ზევით. პავლოზე მე ძალიან ღრიალებდით და გავაგებოდით. 1.5 ფეხსაცმელით რო ჩამოვიდა. მაგიტო აღარ წამოვიდა. სასიარულო საკმაოდ ბევრი იყო, 20 კილომეტრი და 1400 ვერტიკალი. აღდგენისთვის თითქმის დრო არ რჩებოდა და შევთანხმდით, რომ ველოსიპედების ცხენებს ავატანებდით კულუარის ძირამდე და შემდეგ ჩვენი თავიტანდით ბაიკებს. უკანაზე ცხენებს შევთანხმდით და ქალაქში დაბრუნდით ძალების აღსადგენად. კარგად უნდა შევფუთოთ, თორე ცხენი დაასახიჩრებს ამ ველოსიპედს. ანუ ველოსიპედზე უფრო მეც რო ვფიქრობთ ვიდრე ცხენზე, ეგ უნდა ამოვჭრათ. მაგას ავიძახით. ეგა. მეორე დღეს რო შევფუთეთ, გავამზადეთ ეს ბაიკები. ძალიან ისეთი რეჰაბ დღე გქონდა რა. არ მახსენდება რომ მაგაზე ესე ყოფილიყავი რა. რომ აი ხვალ ეგეთი რაღაც უნდა გავაკეთო. სხვა რაღაცაზე ვერ ვფიქრობდი. ვერაფერს ვერ ვაკეთე. აი ესე უბრალოდ ვიჯექი და სულ მაგაზე მე ხო მაინც დაგირეკეთ გადავამოწმე რომ აბა ხოძე ხართ კიდე თუ უეჭველი წავიდე და მე მეკეთებსა სულ ისე ვარ. ხო შენ უეჭველიო დავაი წავიდეთო, მაგრამ აი პავლოვი ნიკა არ მახსოვს. დაღლილი ვარ. ხო, დაღლილი იყო და მაგით. და ფეხები მткиვაო თუ რაღაც ეგეთი თქვა. თან მე მეუბნებოდა რა მაგას ხო ანახი კადრები მე რა. კიდე კაი დრონის და აი ძალიან გამისწორდა რომ მე იმ მანქანაში არ ვიჯექიო თქვენით ვიდიოდით.
კი, ველოსიპედები. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ცხენებმა გადაგვაგდეს, ვისაც შევუთანხმდით, ის ყურმილს არ იღებთ. და იმედგაცრუებულებმა დავიწყეთ სოფელში თავისუფალი ცხენის ძიება, მაგრამ ეგეც არ გამოგვივიდა, იმიტომ რომ ყველა ცხენი დაკავებული იყო, რადგან შაბათი დღე იყო და არავის არ ეცალა. ამაგი, პორტაბი. ორმაგი რა გადაგიხადოთ? ამაგი? მაშინ ეს სამაგრი არ მქონდა. 150, არც შენი, არც შენი. ხელზე გაძლევეგნი. თუ გინდა ცოლის პირადო, არა. ადექით ბიჭო, ზევით ვართ ასასვლელები. არ არიან ესენი კიდველი. ჩამოვსხენით ვინმე რა. 10 კილომეტრი იყო სასიარულო მანქანიდან მწვერვალამდე, 1400 ვერტიკალი და დავფარეთ სადღაც 6 საათში. მაგრამ აი ეს ბოლო სეგმენტი რაც იყო, გახსოვს ის კულუარის ტიპი. და დაღლილი რო ხარ უკვე რა, ამდენი ხანი ათრიე და ეხა რო გიტყოს რომ იცოცო. ველოსიპედით თან ხო იქ არავინ არ იყო ასული აქ არც იცი ანუ როგორ ვიწრო ადგილები იყო საკმაოდ რაღაც მომენტებში და ეს პრობლემები ხო ედებოდა და ბალანსიდან რო გამოყავდი. მე მაგის მეშინობდა ძალიან მეთქი ხა ამას დამიყოლოს სადმე არ ჩამიტრიოს მეთქი და ყველაზე დიდი შეცდომა იყო რომ ქვემოთ ჩავიხედე და ხედავ რომ აღარაფერი აღარ არის რა. და სად მივხვდი იცი რომ აი შველა გჭირდებოდა ანუ თავიდან ხო ისქენით რა ქვია. ცოტა მალე მეთქი. არასდროს რო არ გითხოვი არაფერი ამ ხმით და უცებ რომ მეთქი ამას მართლა შველა უნდა. მაგრამ მაშინ მეც მაგარი დავიძაბე, იმიტომ რომ არ მეგონა ეგრეთ თუ გაჭირდებოდა ის მონაკვეთი. არ მეგონა ეს დღე თუ დადგებოდა, მაგრამ თიკანაძეზე ვართ ახლა. მე და რამას. ცოტა ხანში დავიწყებთ დაშვებას. ნელა აქედან გივლი. თიკანაძის ქედის გამოსვლა წარმატებით ჩავაბარეთ, მაგრამ წინ ყველაზე საშიში და მთავარი დაბრძოლება გველოდა. ის 200 მეტრიანი კულუარი, რომელიც სავსეა, ნაშალი, მჭრელი, დიდი ქვებით. უცნობრებია აი ესეთი ეს არის ქვამარ ხო, სოჭა ბრტყელი ხელივით იყო ეს და ჭრელი. ფეხსაცმლის ძირები და ხო, ფეხსაცმლის ძირები გახეული მაქვს ერთის. წარმოიდგინე წაქცევა. აი წაქცევა ბოლო ის არის რა. ხო, ეგ არის no fall zone-ს ეძახიან მაგას, ეგ არის ეგეთი. რამას მაქედან ვერ დაეშვები? მაქედან. ვერ დავდგებია. აი სადაც იშლება უკვე. კარგი თვისება არის ადამიანში, ვინც ეგეთ რაღაცებს აკეთებს, არის ის, რომ სწორად შეაფასო რისკი რა. ძალიან დიდი შანსი იყო შეცდომის დაშვების, ვიცოდი ჩემგან და მაგდენ რისკად არ მიღირდა. აუ.
არის. ბოლოს მაინც ყველაზე მთავარი ის არის რა, ანუ having fun რა. კი ბატონო. და შენ რო სადღაც გადაიჭეხები უკვე. უკვე no fun. აუ ზალ. ბიჭო. დარწმუნებული ხარ? აი მაგას ვფიქრობ, რომ აი ეხლა აქ მეორედ როდის მოხვდები, ხო? ანუ თან ხვდები, რომ შეგიძლია ფიზიკურად, მაგრამ გეშინია. რავი, სამჯერ გითხეთ რა რაღაც. მე დარწმუნებული ხარ? კი. და ეგ საერთოდ არ მეხმარებოდა ამაზე. და ცოტა პირდაპირ მეგონა, რომ აი გთხოვო. ცოტა შენ ჩადი მე თოკის დას ბოლომდე და კაი. ველოსიპედს ჩამოგიწურებ. კაი. და მე ორივემ გადასცემ. შენ მე ჩამო. როგორ ჩამოხვალ? რითი? ბაიკით. ბაიკით? კაი, ჩემო. შენი ის რო ნახე, დაშვება და შენი ეგ ემოციები რო ნახე, მაგრამ შემშურდა. შავი შურით შემშურდა, მეც მინდა გავაკეთო, მაგრამ იმ მომენტში ახლა აი ზუსტად იგივე მომენტში იგივე მდგომარეობა შევდავსვა, მაინც არ გავაკეთებდი. მაგრამ ემოციურად ტოპ შეგრძნება იყო და აი შენ გასაგებია. აქედან ცოტნე რო ღრიალებ. მართლა ეგ არ მესმოდა. ანუ ცოტნე ღრიალებდა აქედან. შენ რო დაბლაღრიალებდი, აქეთ ცოტნე ღრიალებდა. мотивация ის ამაქვს, რომ ეს სპორტი გახდეს პოპულარული და ამას ვაკეთებ რამდენი ხანია, ну ალბათ მინიმუმ 6-7 წელი არის რა. ძალიან კარგი ბეისი გვაქვს, რომ განვითარდეს ეს სპორტი და აი ესეთი პატარ-პატარა ქმედებებით თუ შევეცდებით და წავწევთ წინ და გავარდება ამ სპორტის ხმა საქართველოში, ჩემი აზრით, კარგი იქნება რა.